ვაგრძელე პოლიციის ცხოვრებაში ჯეტია ხუჩი და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ FBI-დან მოხვედით და ყურადღება მოგვაქციეთ რა ანუ ამ ბიჭით ვარ ძალიან უკმაყოფილო მიხარ შვილო შენ კიდე კაი უფროსო მოხვედით ანუ მე ამ განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანუ ადაუჯეროთ ამას რა ხელმძღვანელი კაცო ხელმძღვანელი სხვა არ არის დავითას მეშვილი ვარ მე დავითა ბიძა ჩემია და ერთად ავარ ჩვენ აქ და მოკლედ გისმენთ აბა ისუს მე კაცო რას მისმენ შვილო წადეს აღშ დაიძინე ვინ არის ეს კაცო ვერ მომიტრიეთ აქ კიდევ კარგი მოხვედით მაგის ახსნამიდა ზუსტად ეს არის მურთაზა რა უფროსის ძმისშვილი და ტვინი გაბურღა რამე სტაჟია აქვს, გამოცდილება აქვს, ყველაფერი მაქვს, აი მაგას რო ელაპარაკებით და მე საერთოდ არაფერი არ გააჩნია, რამდენი სპეცოპერაცია ჩაგვიშალა უკვე. რას ამბობ კაცო, ამირან მართალია? არა ბიჭო, იტყვება რა მართალია კაცო. ბიჭო? ანუ უკაცრავად, ანუ ბოდიში ხდით. იტყვება რა სპეცოპერაცია ჩავშალე, მოდის და პირიქით აქიშლის და რავი, ერთხლა ვაგოსები ვარ ჩანერგილი სომხებთან. და ანუ იმათი მაფიის ბოსი პირდაპირ ნიშნულობით თხოვს რომ ეს ადამიანი იქ აღარ წავიყვანო. ვახ რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და იმ კაცი კიდე არ ევასებს ბევრი ლაპარაკი და თან ერთ დღეს გავგფაქტავს რომ არ ვარ ჩვენ ნამდვილი ვაგოსები და დავხოცავს იქ ამის გამო რა და სპეცოპერაციას ჩაიშლება. ანუ ესე იგი გემშია პრობლემაა რა? ბიჭო, ნახე, წამი შენში კი არა პრობლემა, ანუ შენ ხარ თვითონ პრობლემა, შენ. გასაგებია, დაველაპარაკები მე ბიძა ჩემს. კაცო, რას გვიეთ ბიძამის და ელაპარაკება, რა ხდება ერთი გამარკვიეთ? მოგეთ სანამ მომკაც გავარკვ, მამამდე ავიყვანთ ეს თუ 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ლაიქს და დაიმახსოვრეთ რომ CS:GO ფასზე იხალვე ვინც გავვრით რეგისტრაციას მიიღებთ ერთ random case უფასოდ. მე მაგ case-ით რა უნდა ვქნა? ანუ ხო თქვენ შეგიძლიათ, არაფერი იქ შეიძლება 1 ცენტიანი სკინიც ამოგივიდეთ, $100-იანიც, $10-იანიც და $1000-იანიც. ანუ ღირს ესე იგი. კი, ვიდეოს ყურებას რომ მორჩებით ბატონო, მე გადადით, გაიარეთ რეგისტრაცია ახალი აკაუნტით და აბა თქვენიც. მე არაფერი არ მომიგია. იმიტომ რომ მურთაზ შენ პიროვნება ხარ თვითონ ეგეთი რა. კაი, მოკლედ ესე იგი მურთაზი რადგანაც ახლა უკვე თქვენ ერთად დადიოდა, ვერ ჩახსნით, აუცილებელია რომ ესე წაიყვანოთ, იმიტომ რომ საეჭვო არ იყოს ახლა იმ კაცთან. დროებით ამ ოპერაციას უხელმძღვანელებ მე ახალი ბიუიკი მოვიყვანეთ აგერ. დიახ, ეს ნახე, ანუ ეს კლასი რატო აღარ აყავს? ამიტომ რომ ერთ და იგივე მანქანებით არ მოძრაობენ ვაგოსები, ნომრებს სულიან. თან საეჭვოა ახლა ამდენი რაღაც გააკეთეთ და რატო არ დაგიჭირათ პოლიციამ ხო ხდებით არა? გასაგებია, იმათთან კითხავს აჩენს კი. ამიტომ წადით ახლა და შეასრულეთ ყველაფერი, შეიძლება მეტად მტკიცებულება უნდა მოიპოვოთ. კარგით. ანუ წავიდეთ არა? კი. ძალიან კაი, ამირან წამომყევი. აუ ბიჭო, ეს ვინ არის? რატო გაბურღა ამურთაზამ ტვინი? დაჯექე ბიჭო, დაეგდე მანქანაში რა. რა გინდა, კაი ბიუიკი კია. განგსტერულია, პროსტა წითელი ფერი რა არის, თო? რა იყო მურთაზ წითელ ფერთან რა ისე პრეტენზია? არაფერი ისეთი. კაი მანქანა ორბილი. კაი, იძიქშენ როზე რა მეზარებე მე მაკეჯომა. ცხოლის თემაში რო იყო აჯობებს უფრო რა რო ანუ მე უფრო ოფიციალური ტიპი გავიჩნდები. ბიჭო ეს ვერ გავიგე რამეს მურთაზ ანუ რამეს ეწები? რეებს მელაპარაკები ბიჭო. აბა რეებს ბაზრობ ანუ მართლა სერიოზულად მელაპარაკები მაგ ყველაფერს? დიახ. მოკლედ მაგარი გარეკილი აქვს ამას რა. უკვე მოვიდა დავალება ზუსტად სადაც უნდა მივიდეთ. ძალიან კაი წავედით. პროსტა ეს ბიუიკი წინაწამყვანი რატოა თო რაღაცა გაქცევა რო დამჭირდეს ან რავი რაღაც რო იყოს ეს კლასი არ ჯობდა ან ცოტა რამე სერიოზული მანქანა მოიყვანათ რა. არ გავდით ბიჭო ისე ვაგოსებს არა. ასევე არ დაგავიწყეთ რომ ჩვენი ვიდეოები წამდგენია ლორენცი რომლის შეძენას შეგეძლოთ ნიკოლას ნებისმიერ მაღაზიაში და ჯეტია ხუჩი ლორენცი არის Black Mamba-ის კომპანია, ამიტომ თითოეულმა Black Mamba-მა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ლორენცი, იმიტომ რომ ერთხელ რო გასინჯოს, მე შანსი არა რომ მეორეჯერ აღარ მომდეს გასინჯო, იმდენად გემრიელია. მე გავსინჯე და არ მომეწონა. კი, მურთაზ როგორ არა, შანსი არა, არავინ არ არსებობს ესეთი ვინც ერთხელ გასინჯოს ლორენცს და არ მოეწონება და ნახე რა გავაკეთეთ ჩემი. გვაზარალი მთელი განყოფილება რა. და ოკეი, მოვედით აქ ახლა ამათ სასახლესთან აქ როგორ ჩანს. აუ თუ არ გადამოვედი მანქანიდან ისე რატო ვერ ვიღებთ ძმაო ამ დავალებას და დაბლომდა ჩავიდე. ჯანდი. ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გეულდება ძალიან მაგარი ფაზდაკლება თითქმის ყველა кейსი, ამიტომ ვისაც кейს ოფენინგი გიყვართ და გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. წავედით აბა ერთი ვნახოთ რა უნდათ ამათ და ოპა, მთელი სომხური მაფია აქ არის. მოვდივარ ბოს. ეს მაინც გამომყვა ვერ გავაჩერე. ეს კიდე მომეთრიეთ აკაცო. კაროჩი რა მოკლან, რა გავაკეთო? ვიტყვი რომ ვერ დავიცავითქო. გამარჯობათ. მოკლედ ბიჭებო, ჩვენი ბიჭი უნდა მოიყვანოთ რა. წყნარად იცოდეთ. დაწყნარდით შვიდად, უგონოთ წახვიდით და ჩვენი ბიჭი ნახოთ რა. დავსეო? დანარჩენს ის გეტყვით ყველაფერს. მაგრამ ეს რა ვიცი ეს მურთაზა მომაცილე კაცურად რა. აუცილებლად ბატონო, მოვაცილებ ამირანს. შენ ბიჭო ხარ უბერავ, კაცო, ეხა არ მითხარით რომ მურთაზ ეს ბიჭი მომაცილეო? მე ვთქვი რომ მურთაზა მომაცილე თქო. მურთაზა მომაცილე ამირანი. აი მოვაცილე. ბიჭო ამ დებილთან ერთად რანაირად ადიხარ? აი არ ვიცი უკვე ყელში ამოსული რა და წავალ მივხედავ საქმეს. მედით.
მომწონხართ ბოლო დროს ვაგოსები. დაველაპარაკები მე თქვენს უფროს. ხვალ შეხვედრა მინდა მაგასთან. კარგით, ხვალ ვაგოსების უფროსთან შეხვედრა უნდა, მაგრამ ვაგოსების უფროს გონია, რომ ის სხვა ვაგოსები დადიან ამათან დავალებებზე, სინამდვილეში კი ჩვენ მოვდივართ აქ და ჩვენ საერთოდ არ გვიცობს და ეს რო შეხვდება ვაგოსების უფროს და რო ეტყვის, რომ თქვენი ბიჭებით კმაყოფილი ვარო, ის იტყვის ვინ ბიჭებითო. მე ეს ეტყვის ამ ბიჭებითო. მე გავუშვათ მურთაზს და დაბრიდავენ. როცა ვერ გავიმეტებ ამ სულელს ნახე რას გავს თო, მაგრამ კიდე გააკეთო რა. წავედით მოკლედ, მაგრამ ეს საკმაოდ საყურადღებო თემაა. ერთ-ერთი გზა არის, რომ ანუ რომელიმეს რაღაც უნდა გაუჩარიშვოთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ, იმიტომ რომ ერთმანეთს თუ შეხვდებიან, მთლიანი სპეცოპერაცია ჩათვალეთ ჩავარდნილი იქნება. გამატარე რა ბიჭო რა. ვახ, ჩემი არ უხობს ეს მანქანა კარგად. თუ ტარება არის შენ. ერთ წამია უფროს დაურეკო. გისმენ ამენა რა ხდება? მოკლედ ეხლა გამიშვა ამ მაფიის ლიდერმა დავალებაზე, უბრალოდ ჩვენით კმაყოფილია და ესე მითხრა, რომ უნდა შევხვდეო თქვენს უფროს, ხვალ რომ თქვენზე დაველაპარაკო და მადლობა მოუხადოო რა. ეგ ძალიან სუპი, ესე იგი, ანუ უფროს თუ შეხვდება მაგათ ვაგოსებისას. მე რა ხალხის ჭრილებით ხმა ისმის? არაფერი კაცო, არაფერი. კაცი გაიტანა, კაცი გაიტანა, კაცი. აუ, გატყუებთ კაცო თქვენი ძმისშვილი. მოკლედ ხო, ანუ უნდა შევხვდიო თქვენს ლიდერსო და მადლობა უნდა გადავხოთ თქვენთან დაკავშირებითო რა. და მაგას თუ შეხვდება, მე დამწვარია ხო ეგ თემა? ხო და რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს ვერ შეხვდნენ რა. კაი, მოვიფიქრებ რაღაცა. საით ახლა? რავი, რაღაც დავალებაზე გამიშვა, წადი ჩვენი ბიჭი ნახე და მშვიდად იყავიო. კაი, თუ რაღაცა და გამოვიძახეს მესანაყოფი. გასაგებია. ხვალ ზოდა დაძაბული დღე იქნება ამირანი და მურთაზასთვის, იმიტომ რომ რომელიმე ბოსის გაჩერება მოგვიწევს. სად არის ეს აჯანდაბაში გამოგვიშვეს? რა ვიცი, ქალაქ არის, სადღაც ფერმისკენ მივდივართ ახლა და აქ უნდა შევხვდეთ მაგათ კაცს და მანდ უნდა ვიყოთ მშვიდად. არა მგონი ახლა აქაურმა სიტუაცია მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ერთ წამი ეს რა ხდება აქთო? ამდენი წელია GTA-ს ვთამაშობ და აქ ეს ხისმორები პირველად ვნახე. მოჭრილი ხეებია? ალბათ ადგილობრივმა მოჭრის. სვეჩი არ მინახავს ესეთი რაღაცები ამდენ ხანს. გამომიდექი აქ ბუნების დამცველი. აუ ამ სხვაში ყველაფერი ფეხებზე კიდია რა. გაი, ნახოთ აბა ერთი აქ რა ხდება. აგერ არის ამათი კაცი და აქ რა უნდა ვქნათ? ესენი ყველა ერთმანეთს როგორ გვანანტო? მაინც იარაღი ხალხში მექნება. გაუმარჯოს, რა ხდება აბა თქვენთან გამომიშვეს? მოკლედ, მარშრუტკაში დაჯექი და უნდა წავიდეთ უნიკორნში, უეიტველი. მან უნდა მიმეყვანო. ბიჭო, თქვენ ვერ ჩამოხვიდოდით? ზედმეტი კითხვების გარეშე, ესე იგი ესეა საჭირო. ჩვენი მანქანით რო წავიდეთ, შეიძლება პოლიციელებით გახარ, ბიჭო, რა იყო? ნახე, რა სულელია, შეხედე პოლიციელებით გას. რა იცი რომ პოლიციელი ვარ? ვინ ხარ ბიჭო? დებელია ეს უპატრო პოლიციელობანას თამაში ევასებოდა. ოი, მე იმათან პოლიციელებთან კი არა ვარ მართლა. რა ხდება ბიჭო? არაფერი ბიჭო ოპერაციაში. არა მურთაზ. ფერიც მახა პროსტა ხუმრე რა იყო ბიჭო რა გჭირ. რანაირად გახარ ბიჭო? კამარზე მიკიდია ხელი? აუ ბიჭო ეს რეებს აკეთებს თო. კაი წავედით რა. ერთი წამი დაიცადე. თქვენ ბიჭო პოლიციელები ხო არა ხართ? და ამდენი ხანია ბიჭებს ხოცავთ არა? მაგარე კაცი ხარ. დაჯე. გაჩერდი. ოპა, გისმენ. რამეს თუ გავიგებ თქვენზე? დაგბრინოთ. ბიჭო, შანსი არ არის, მაუ ჩვენზე რა უნდა გაიგო, გაქანებული ვაგოსები ვარ. შენ ძმაო, რაღაცებს ვკტენი ეხლა თუ? შენ ბიჭო, ყურადღებით გაგვირდები იცოდე. დებელია ეს პატრონო რა. დაჯე ბიჭო, მოდი დაჯე რა. მე უკან დავждები მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მე დავждები აგერ, წავედით. რა კაცია ბიჭო, ტიპა ლამის დამწვატო. და ეხლა კიდე კაი აქ ამათი მოკლა არ მოგვიწია, მაგრამ მე რაღაცას ვიტყოდით ალბათ, მაგრამ კაროჩე რა ვერას ვისავ თან რაღაც ყუთები იყო აქ ამე სურათები და მაინც შორიდან ეხლა ამ კაცს სანამ ჩავისავდი აქ მანქანაში მაგრამ ჯანდაბას წამოწავედით და მურთაზას იმენა დაუბრიდავ ჩემი ხელით რამდენი ხანია თქვენ რაც ჩვენთან მუშაობთ დაახლოებით 1-2 კვირა რა 2 კვირა დიდი დრო არ არის თქვენ გამოცაცება დაველაპარაკებ თქვენზე უფროსთან საიდან მოხვედით ისე ვაგოსებში საიდან ახ ჩვენ კაროჩე ანუ ამას ნუ ცოტა ვერ არის კარგად რა კარგად თუ ვერ არის რა უნდა მე ჩვენ საქმეებზე ანუ ჩვენ მოვედით იტოქში მურთაზ გაჩერდი შენ ვერ ხარ ძმაო კარგად გუშინ პახმელია რაღაც ის ბევრი დალია ხო გახსოვს არაფერიც არ დამილებია მე იტოქში ბოსობას უმიზნებ რა ბოსობას არა მაგრამ საფოს კი უმიზნებ შემოძმაო დეგა იმონ ხა იუმორში გაატარა ეს ყველაფერი ეს ვინ არის ბიჭო ჩაშლის ყველაფერს თუ დროზე ადრე არ მოვიცილოთ მურთაზ ამ ოპერაციებიდან და დაწერეთ კომენტარებში რა ვუყო ოკეი მოვედით ახლა აქ აქ ყურადღებით იყავით და რა ხდება აქ რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით აქ ახლა ისეთი ამბავი მოხდება და ისეთი რაღაც გავლოდებათ მომდენო ვიდეოში ეს ვიდეო უნდა ვიყუროთ 10000 ლაიქს რა ვნახოთ ყველაფერი ყველამ ერთად